გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის სამეფო არხი და გადაცემა კითხვები მოძღვარს. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, რომელიც შეეხება ოჯახურ ფსიქოლოგიას. ჩვენ ადრე თქვენ გახსოვთ, რა თქმა უნდა, გქონდა ასეთი გადაცემა, რომელიც ეხებოდა ბავშვების, შვილების აღზრდას, ცალკე ბიჭების, ცალკე გოგოების, რა პრინციპებით, რა ფსიქოლოგიური მეთოდებით და სულიერი მეთოდებით უნდა მივუდგეთ შვილების აღზრდას. დღეს ჩვენ შევეხებით ცოტა სხვა თემას, ანუ ჯერ კიდევ შვილების გაჩენამდე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჯერ ოჯახი უნდა შეიქმნას, ბუნებრივია და აი რა ურთიერთთვისებებს, ხასიათებს, რაღაცა ფსიქოლოგიურ განწყობებს უნდა დააკვირდნენ ცალკე, ვთქვათ, მამაკაცები და ქალები, გოგოები და ბიჭები, როდესაც იწყებენ ურთიერთობას, როდესაც აი უყვარდებათ ერთი მეორე, ან უბრალოდ რაღაც ერთი მეორის მიმართ ინტერესი უჩნდებათ და ბუნებრივია უკვე ამ ახალგაზრდებში რაღაცა ფიქრები უჩნდებათ, სურვილი უჩნდებათ, რომ ოჯახი შექმნა და შესაბამისი სურვილით და მიზნებით უკვე იწყებენ მეგობრობას, ურთიერთობას და ასე შემდეგ. და აი რა თვისებებს უნდა დააკვირდნენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ვიმეორებ ცალკე მამაკაცებმა, ცალკე ქალებმა, გოგოებმა და ბიჭებმა, რომ თქვათ შეცდომით რაღაცა მცდარი არჩევანი არ გააკეთონ, რომ მე უკვე ურთიერთთანაცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში რაღაცა არინანონ და მე არ აღმოჩნდნენ იმ სიტუაციაში, რომ აი მე შეცდომა დაუშვი და არასწორი არჩევანი გავაკეთე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ახლა დღევანდელ საუბარში ჩამოვთვლით რამოდენიმე ასეთ რაღაცა თვისებებს, რომლებიც ზოგიერთი არის უფრო მეტად საყურადღებო, თქვათ, გოგოებისთვის, ზოგიერთი შეიძლება უფრო მეტად ბიჭებისთვის, ზოგიერთი კიდე ორივესთვის არის, ასე ვთქვათ, ძალაში და ორივემ თანაბრად, ასე ვთქვათ, აი ამ თვისებებს უნდა დააკვირდნენ თავის მეგობარში, შეყვარებულში, ასე ვთქვათ. Ну, პირველი თვისება უარყოფითი, რომელიც ხშირად მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი და უფრო მეტად გოგოებმა უნდა დააკვირდნენ ამ თვისებას, ხომ არ არის მამაკაცი ხასიათებით, ბუნებით, ასე ვთქვათ, აი ცხოვრებაზე მუდმივად მომჩივარი, სულ რაღაცით უკმაყოფილოა, სულ ჩივის, რომ აი არ არის წარმატებული და სულ აი მის გარშემო მთელი სამყარო არის, ასე ვთქვათ, დავალებული და სულ ყველასი ბრალია, რომ აი რაღაცაში ცხოვრებაში არ არის წინ წასული, ეს არის სახელმწიფოს ბრალიც, მთავრობის ბრალიც, მშობლების ბრალიც, მეზობლების ბრალიც, სამსახურიც, უფროსობის, ანუ ყველა მის წინაშე არის რაღაცით დამნაშავე და აი ცხოვრებაში რო არის წარუმატებელი, აი სულ აი ამის რაღაცა ესეთი მტირალ ადამიანი ბჭყალებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ცნობილი ბუნებრივი არ მოსდიოდეს, მაგრამ სულ აი ცხოვრებაზე მომჩევარი და ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი და ყველა ადამიანის მის გარშემო არსებული თუ არ არსებული, რეალური თუ არარეალური თუ მოგონილი ადამიანების რაღაცა ის ადამიანებს ბრალს დებს და რომ აი მისი ცხოვრების უბედურებაში ყველა არის დამნაშავე და თვითონ ანუ თავისი თავი ყოველთვის გამოყავს რაღაცა ერთგვარ სხვერპლის როლად, არ სხვერპლად წარმოადგენს. ან შეიძლება ისევ და ისევ ასეთი ადამიანი პირიქით შეიძლება მომჩივარი არ იყოს და მტირალ არ იყოს, მაგრამ პირიქით უფრო უარესიც არის აგრესიულად იყოს განწყობილი გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ, ხო? ანუ აგრესიაში ვლინდებოდეს, რომ აი ეს სულ ასე სიბრაზით ლაპარაკობდეს, აგრესიით ლაპარაკობდეს, აი ესეთი ეს ხალხი სულ ბოროტია, სულ მისი წინამდე არიან განწყობილები და რაღაცა შეიძლება სულაც ადამიანია, რომ არამ რაღაცა შენობა შენდება სადღაცა და ეს არ მოეწონოს, რატო აქ შენდება ეს შენობა და იყოს რაღაცა ვიღაცების ლანძღვას იმ ადამიანების, რომელსაც საერთოდ არ ფიქრობს, აი რატო აქ აშენებენ და არა სხვაგან აშენებენ და ეს რა ანუ სულ მუდმივად ვიღაცაზე გაბრაზებული, სულ აგრესიულად არის განწყობილი. ანუ ასეთი ადამიანი, ხო, ახლა ის მომჩივარის, რა თქმა უნდა, ოჯახში სულ წარუმატებელი იქნება და სულ ასეთი აი მტირალ ადამიანი იქნება და ეს
აგრესიული ადამიანი, ოჯახშიც, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისადმი, ნათესავებისადმი, მეზობლებისადმი სულ ესე აგრესიულად იქნება განწყობილი და ოჯახში ასევე სულ მუდმივად იქნება დაძაბულობა. არადა რეალურად ურთიერთობაში გოგოსა და ბიჭს შორის, მამაკაცსა და ქალს შორის, მეუღლეებს შორის, ხო? ქალი მამაკაცისგან უნდა გრძნობდეს უსაფრთხოებას, სიმშვიდეს, სიხარულს, ან მამაკაცთან ურთიერთობისას ქალი არ უნდა იძაბებოდეს, ხო? ის არ უნდა იყოს მუდმივად თავისი მამაკაცის მანუგეშებელი, ასე ვთქვათ, ან დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი, რაღაცა მალამოს რაღაცა როლი არ უნდა ქონდეს, რომ რაღაცა მამაკაცის გადამრჩენი. პირიქით ქალს სჭირდება ფსიქოლოგიურად, რომ მამაკაცისგან ღებულობდეს ამ სიმშვიდის განწყობას, უსაფრთხოების განწყობას, სიხარულს და უნდა მამაკაცის გვერდში ქალი უნდა ისვენებდეს და არა პირიქით იძაბებოდეს. ეს არის აუცილებელი მომენტი, რაზეც უნდა განსაკუთრებით გოგოებმა უნდა დააკვირდნენ, ბიჭებში ხომ არ არის ასეთი უარყოფითი თვისება. ასევე ძალიან მეორე გოგომ განსაკუთრებით და ბიჭმაც ასევე უნდა დააკვირდეს თავისი შეყვარებულში ეგრეთ წოდებული პიროვნულ ზრდას. თუ არის ადამიანი ზოგადად მოტივირებული ცხოვრებაში, ანუ რითი არის დაკავებული თქვათ ამ მომენტში, ხო? სწავლობს სადღაცა, არ არის აუცილებელი გინდა თუ არა უნივერსიტეტში სწავლობდეს სადღაცა, ხო? ან რაღაცა პროფესორი იყოს. მაგრამ შეიძლება მაგრამ ადამიანი უნდა იყოს მოტივირებული, რაღაცა სადღაცა განათლება მიიღოს, რაღაცა პროფესია შეისწავლოს, რაღაცა ცხოვრებისელ რაღაცა მიზნები კონდეს დასახული, რაღაცა უნდა კარგი არის, რომ და ურთიერთობის დასაწყისშივე, რომ სიტყვაზე ვთქვათ გოგომ ბიჭს და ანუ ბიჭი გოგოს შეეკითხოს, რომ შენ ცხოვრება როგორ წარმოგიდგენი, ან რა სურვილი გაქვს, რა მიზნები გაქვს, რას გინდა რომ მიაღწიო, ვთქვათ, რა საქმეა, რომ იმიტომ რომ არის სამწუხარო ძალიან ხშირი შემთხვევა, განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, ბიჭებს მოეთხოვება, ვთქვათ, უფრო მეტად რომ იყვნენ ასე ვთქვათ, ოჯახის თავი უნდა იყოს და ოჯახის მმართველი უნდა იყოს, ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს, რომ რაღაცა ცხოვრებისეული მიზან დასახულობა, რომ ვთქვათ, რაღაცა პროფესია შეიძინოს, რაღაცა იმუშაოს, რაღაცა შემოსავალი ჰქონდეს, ოჯახში შემომტანი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა ესეთი ცხოვრებაში რაღაცა გარკვეული მიზნები უნდა ჰქონდეს. ვიმეორებ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს გინდა თუ არა პრეტენზია ჰქონდეს რაღაცა ის დიდი თანამდებობები და რაღაცა ესეთი მინისტრი გახდეს თუ რაღაცა პროფესორი. ელემენტარული, სიტყვაზე ვთქვათ, ვიცნობ, ებრაელში მყავს მაგალითად ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მშობლების სურვილზე თუ უბრალოდ რაღაც ენერგიით ჩააბარეს უმაღლესში, რომელიღაც უმაღლესში, თქვათ, იურიდიულზე თუ პედაგოგიურზე, რაღაცა სამედიცინოზე სიტყვაზე ვთქვათ. ზოგმა დაამთავრა, ზოგს არც დაუმთავრებ თავისი სურვილით გამოსულან და მერე შესულან რაღაცა შეუსწავლეთ, რაღაცა პროფესია, რაღაცა ხელობა, რაღაცა მშენებლობის, რაღაცა ასე შემდეგ და მთელი ცხოვრება მუშაობენ იმ პროფესიით. ანუ სურვილი არ გაჩენიათ, გინდა თუ არა, რომ დაემთავრებინათ რაღაცა უმაღლეს სასწავლებელი და რაღაცა წითელი დიპლომით რომ ევლოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანებს თვითონ გააკეთა თავისი არჩევანი და თავისი პროფესია აირჩია, თავისი მიზანდასახულობა ჰქონდა ადამიანს და ის ხელობა კარგად შეისწავლა, ამჟამად უკვე წლები და წლებია კარგი პროფესიონალია თავის საქმეში და ოჯახიც ყავს და ოჯახსაც არჩენს და ასე შემდეგ. ანუ მთავარი არის ის, რომ ადამიანს ჰქონდეს წარმოდგენა, ასე თქვა, დალაგებული წარმოდგენა, თქვა, ცხოვრებაში რა უნდა, რას უნდა მიაღწიოს, ოჯახი თუ უნდა, ანუ ეს პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახი უნდა არჩენოს, უნდა შეინახოს, ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე მომენტი, განსაკუთრებით ისევ და ისევ გოგომ უნდა დააკვირდეს და ბიჭის ასევე თქვათ არანაკლებად, მაგრამ მისი შეყვარებულის, ანუ მისი მეგობრის
სამეგობრო წრე. ვისთან მეგობრობს, რა ინტერესების სფეროს, თქვათ, მეგობრები ყავს. დროს როგორ და რითი ატარებენ ხოლმე ერთად, როდესაც იკრიბებიან, ხო, თქვათ ეს სამეგობრო. რა თემებზე საუბრობენ, რა იმასაც აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვებს, რა მეტყველებას, რა ტერმინებს ხმარობენ ხოლმე. თუ ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ თუ ილანძღებიან, იგინებიან, თუ არაცენზურულოდ ლაპარაკობენ, თუ ვიღაც ადამიანებს ამცირებენ, თუ რაღაც ესეთი ვულგარული თუ ლაპარაკი არის, ხო? ანუ ეს უკვე ბევრ რაღაცას უარყოფით მეტყველებს, ასე ვთქვათ, იმ ადამიანზე. ანუ ადამიანის სამეგობრო წრე ერთგვარი სარკე არის თვითონ ადამიანის, ხო? იმიტომ რომ თვითონ როდესაც ვიწყებთ ახალ ურთიერთობას ვიღაცასთან, მით უმეტეს საპირისპირო სქესთან, ყოველთვის გვინდა რომ რაღაცა კარგი ხარით წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, მაგრამ როდესაც უკვე ხვდებით ჩვენს ჩვეულ სივრცეში, ჩვეულ წრეში, სამეგობროში, აქ უკვე ადამიანი აჩენს თავის რეალურ სახეს, როგორ, რანაირად და თვითონ მისი მეგობრები რა წრის არიან, რა მენტალიტეტის, რა კულტურის, რა ზნეობის, რა ეთიკის, კულტურის და ასე შემდეგ, ანუ ეს არის რეალური სარკე თქვენი მეგობარი ბიჭის თუ გოგოსი და ასე შემდეგ, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის მეაქციოთ ყურადღება, ეს ისევ და ეს გოგოებს განსაკუთრებით ეხება, როდესაც თქვენი შეყვარებული სამეგობრო წრეში იმყოფებით, ხო, ერთად. თქვენს როგორ ლაპარაკობს, თქვენ როგორ წარმოგაჩენთ თქვენ თავის სამეგობროში, ხო? ანუ მამაკაცი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, თუ მართლა უყვარს ეს თავისი რჩეული გოგო, ხო, შეყვარებული, რომ მაქსიმალურად დადებითი მხარეებით დაახასიათოს ეს თავისი შეყვარებული, რომ ანუ ერთგვარად წარმოაჩენს როგორც მისი ცხოვრების ბრილიანტი, მოდი ასე ვთქვათ რა, ესეთი გადატანითი მნიშვნელობით, რომ ყველანაირად უნდა აქებდეს, რაღაცნაირად უნდა ყურადღებას აქცევდეს და ანუ აი ესე სუპერლატივზე რო ეთქვან, უნდა ლაპარაკობდეს თავის შეყვარებულ გოგოს შესახებ და შეიძლება პირიქით იყოს, რომ ზუსტად თავისი სამეგობროს წრეში ამ თავის შეყვარებულ გოგოზე რაღაცა მის უარყოფით თვისებებზე ლაპარაკობს, შეიძლება რაღაცა თქვათ საუბარში თუ ჩაერთო ეს გოგო, შეიძლება იმას უთხრას, რომ შენ გაჩვენდი საერთოდ რა გესმის და რაღაცა და არა მოიღო და ანუ ერთობოდეს, ლაპარაკობდეს თავის მეგობრებთან და გოგოს საერთოდ არანაირ ყურადღებას არ აქცევდეს, ხო? შეიძლება ყველანაირი მიმიკით, ჟესტიკით, თავისი მეტყველებით ყველანაირად აგრძნობინებდეს იმ გოგოს, რომ საერთოდ შენ გაჩვენდი, შენ აქ არა, საერთოდ შენ აქ ზედმეტი ხარ და ზედმეტად გრძნობდეს ეს გოგო თქვათ იმ წრეში, ხო, თავისი შეყვარებული სამეგობროს წრეში. ხო და ანუ როდესაც მამაკაცი ცდილობს, რომ თავის მეგობრებთან, შეიძლება ნათესავებთანაც კი, ნაცნობებთან, რაცა უარყოფითად დაახასიათოს, უარყოფითი თვისებები წარმოაჩინოს, რეალური თუ არარეალური, თავისი შეყვარებული გოგოსი, ეს არის ძალიან ცუდი დამახასიათებელი თვისება, რა თქმა უნდა, ბიჭისა, იმიტომ რომ უკვე ოჯახურ თანაცხოვრებაში, ანუ ერთი სიტყვით მეტყველებს მის არასრულფასოვნობის კომპლექსზე მეტყველებს ასეთი ქცევა, რომ როდესაც ხედავს, რომ გოგო მართლაც არის ნიჭიერი, განათლებული და რაღაცა დადებითი თვისებები გააჩინა რაღაცა და როდესაც მის გვერდში თვითონ გრძნობს არასრულფასოვნობის კომპლექსს, უნდა არ უნდა ის ცდილობს, რომ საზოგადოებაში წარმოაჩინოს ეს თავისი შეყვარებული საცოლე ან შეიძლება ცოლიც კი უკვე რაღაცა უარყოფითი თვისებებით და რაღაცნაირად დაამციროს, სადღაცა შეურაცხყოფაც კი მიაყენოს, რაღაცა ცუდი ეპიტეტებით, რაღაცა სიტყვებით მოიხსენიოს და ასე შემდეგ. და ეს უკვე რა თქმა უნდა ქალს, გოგოს ეს ფსიქოლოგიურად ძალიან ჩაგრავს და მუდმივად ასე ვთქვათ, იქნება დაჩაგრულ მდგომარეობაში და ესეთ შინაგან ფსიქოლოგიურ კომპლექსებს ჩამოაყალიბებს ამ ქალში შესაბამისად, ანუ ასეთ მამაკაცის გვერდში დარჩენა და ყოფნა დაუშვებელია. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანი იწყებს თავისი შეყვარებულის
ესეთი დამცირებას და ცუდად მეტყოლებას ნახევრად ხუმრობების ფორმაში, ასე ვთქვათ, ხო? თითქოს დაიხუმრა, მაგრამ რეალურად რაღაცა ცუდად მოიხსენია თავისი მეგობარი გოგო, თავისი შეყვარებული და რამე რომ თქვათ უთხრას რაღაცა, ხო, შენიშნას, რომ უთხრა, რომ რატო ჩემს ესე ცუდად ლაპარაკობ, შეიძლება იქეთ პრეტენზია წამოუყენოს, რა, მე გავიხუმრეო და ხუმრობის არ გესმისო, შენ ესე რა გოგო ხარო შენ. აი მე გავიხუმრეო, ხო, და შენ კიდე ცუდად მიიღე. იქეთ შეიძლება რაღაცა ვალი დაადოს და რაღაცა ბრალი მიუყენოს თავის შეყვარებულს. ანუ აქეთ თან ამცირებს, თან შეურაცხყოფას აყენებს, თანაც ეს ვითომდა ხუმრობის ფორმით და იქეთ კიდე ბრალსდებს შენაო რაღაცა ის ხუმრობები არ გესმისო და რაღაცა უკმაყოფილებას გამოხატა. შემდეგი ძალიან ცუდი მომენტი არის თუ ვთქვათ ბიჭი დიდხანს წელავს და გადადებს თავისი სამეგობროს გაცნობას გოგოსთვის და განსაკუთრებით თავისი ოჯახის წევრების, ხო, ოჯახში რომ რაღაცა მოიპატიჟოს, გააცნოს მშობლები, თქვა დედმამიშვილები და ასე შემდეგ. ანუ თუ ბიჭი სულ გადადებს და წელავს, ანუ ეს იმის ნიშანია, რომ ბიჭს რეალურად სერიოზული ურთიერთობები და ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობები არ აინტერესებს ამ გოგოსთან. შესაბამისად, სულ შეიძლება პირდებოდეს აი ხვალ ზეგ ხვალ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხვალინდელი დღე არასდროს არ დგება. ეს ნიშნავს ვიმეორებ, რომ ამ მამაკაცს სერიოზული ურთიერთობები და ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობები არ აინტერესებს. მეორე, თუ თქვათ დადგა ის მომენტი და რა უკვე მის ოჯახში თქვათ შეხვედით იმ გაგებით რომ გაიცანით მისი მშობლები და დედმამიშვილები და ასე შემდეგ დააკვირდით თვითონ რა ურთიერთობები არის შიგნით მის ოჯახში. ანუ მის ოჯახის წევრებს შორის არსებობს თუ არა სიყვარული ურთიერთგაგება, მეგობრობა და ურთიერთთანადგობა და ზოგადად იმ ოჯახში თუ არის ესეთი მშვიდი ატმოსფერო. თუ პირიქით არის აგრესია, მუდმივი რაღაცა ჩხუბები, სკანდალები, აგრესია ერთი მეორის მიმართ, თვითონ ეს ბიჭი, ხო, ანუ გოგო, ხო, როგორ ახასიათებს, როგორ ლაპარაკობს თავის ოჯახის წევრებზე. განსაკუთრებით აი ბიჭის შემთხვევაში, რას უნდა განსაკუთრებით უნდა დააკვირდეს გოგო, მისი შეყვარებული გოგო, როგორ ახასიათებს და ლაპარაკობს თავის მამის შესახებ. აი ეს ძალიან სერიოზული მომენტია. იმიტომ რომ რა ურთიერთობაც აქვს გოგოს მამასთან, ხო, რა დამოკიდებულება აქვს, ეს ერთგვარი სარკეა იმისა, ზოგადად მამაკაცებთან როგორი ურთიერთობა აქვს და ექნება და ქმართანაც შესაბამისად. ეს სულაც იმას არ ნიშნავს, რომ ვთქვათ, თუ რაღაც უარყოფითი თვისებები გააჩნია მამამის და იმ თვისებებს, უარყოფით თვისებებს არ უნდა ხედავდეს. შეიძლება ხედავდეს კიდევაც და ამბობდეს, რომ რაღაცა ამ საკითხში მამაჩემი რაღაცა, სისუსტე გააჩნია, ამბობს რაღაცში შეიძლება რაღაცა, რაღაცაში, ხო, ვთქვათ, არ არის სრულყოფილი, მაგრამ აი აგრესიულად არ უნდა იყოს განწყობილი, არ უნდა ამცირებდეს, არ უნდა შეურაცხყოფას აყენებდეს და აგრესიულად არ უნდა იყოს განწყობილი, ანუ მაინც პატივს უნდა სცემდეს, როგორც ადამიანს, როგორც მამაკაცს, როგორც მამას. ანუ ეს ერთ-ერთი ძირითადი ბაზა საიმისოთ, რომ მე უკვე ქმართან ურთიერთობისას მას შესაბამისი ურთიერთობა კონდეს თავის ქმართან, ანუ პატივისცემაზე და სიყვარულზე დაყრდნობილი ურთიერთობა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ცალკე ბიჭმაც უნდა დააკვირდეს რა ურთიერთობა აქვს გოგოს თავის მშობლებთან, განსაკუთრებით მამასთან და შესაბამისად გოგომაც იგივე უნდა გააკეთოს, ზოგადად რა ატმოსფეროს უფევს ბიჭის ოჯახში, ხო, ოჯახის წევრებს შორის, მით უმეტეს თუ იცის უკვე, ესეც უნდა გაარკვიოს სხვათა შორის, რომ მომავალში თუ მოხდება მათი შეუღლება, ხო, სად იცხოვრებენ, რა პირობებში ცხოვრობენ სადღაცა ცალკე ბინაში, ხო, ან ისე მშობლების სახლში, ოჯახში უნდა იცხოვრონ. ხო და მით უმეტეს თუ იცის გოგომ წინასწარ რომ უნდა იცხოვროს ბიჭის ოჯახში მის მშობლებთან, შეიძლება დედმამიშვილებთან ერთად, ანუ ის ატმოსფერო, რომელიც უფევს იმ სახლში, იმ ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ისევ და ისევ ჩემი
სამოძრო პრაქტიკიდან ვიცი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგო რეალურად იტანჯება, როდესაც აი ხდება ქმრის ოჯახში უკვე თვითონ ქმართან იდეალური ურთიერთობა აქვს, მაგრამ იქ ოჯახში როდესაც ხდება უკვე, ხო? იქ ხედავს მუდმივ დაძაბულობას, მუდმივ ჭხუბს, მუდმივ რაღაცა სკანდალებს, დაძაბულობას და ეს რა თქმა უნდა უკვე მის შინაგან განწყობაზეც ეს აისახება, ხო? შვიდად და ბედნიერად და კარგად გოგო ვერ იქნება ასეთ ოჯახში, ასეთ ატმოსფეროში. შესაბამისად, აი ეს მომენტები წინასწარ უნდა ადამიანმა დაინახოს და შეაფასოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სათავისოდ. შემდეგ გოგო გასაკუთრებით ბიჭს უნდა დააკვირდეს, აი თუ გააჩნია კარიერული ზრდა. ან ზოგადად თავის პროფესიაში, ხო, შეიძლება რიგითი მუშა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ან შეიძლება რაღაცა ესეთი პროფესია კონდეს, თქვათ არის პედაგოგი თუ ექიმი თუ რა ვიცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თუ გააჩნია ეს ამბიცია, რომ იზრდებოდეს თავის საქმეში, უფრო მეტად დახელოვნდეს, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო მეტად დაწინაურდეს, უფრო დიდი სპეციალისტი გახდეს ამ თავის სფეროში. ანუ აი ეს პიროვნული ზრდა, კარიერული ზრდა თუ გააჩნია და ეს კარგი გაგებით ამბიცია თუ გააჩნია ადამიანს, ხო, მამაკაცს განსაკუთრებით, რომ გაიზარდოს უფრო მეტი ხელოვანი გახდეს თავის დარგში, მცოდნე, სპეციალისტი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ამბიცია თუ აქვს, ეს არის ძალიან კარგი თვისება. თუ ადამიანი შეიძლება სწავლობდეს კიდევაც სადღაცა, რაღაცა, კოლეჯი იქნება თუ უნივერსიტეტი, ინსტიტუტი იქნება თუ რაღაცა, მაგრამ მაინც და მაინც დიდად დაინტერესებულიც არც იყოს ასეთი კატეგორიის ხალხს ჩვენ ვიცნობთ, რა თქმა უნდა, ყველანი. შეიძლება ფორმალურად, შეიძლება პრობლემა მოაწყეს სადღაცას, შეიყვანეს სადღაცა სასწავლებელთან, სამსახურში მიიყვანეს სადღაცა დააწყებინეს მუშაობა, მაგრამ ადამიანი გულს არ უდებს არც იმ სწავლას, არც იმ პროფესიას, არც იმ სამსახურს, სულაც არ აინტერესებს რაღაცა რომ ისწავლოს, რაღაცა რომ იმუშაოს, რაღაცა რომ ოჯახში რომ შემომტანი გახდეს, რაღაცა ესე დინებას მიყვება, რომ იტყვიან და რამე რომ იყოს, ნებისმიერ დროს ადგებოდა და წამოვიდოდა, თქვათ, ან იმ სასწავლებლიდან, ან იმ სამსახურიდან და ასე შემდეგ. ანუ ადამიანი ცხოვრებაში არაფრით მოტივირებული არ არის, არადა მამაკაცი განსაკუთრებით ოჯახში უნდა იყოს ერთგვარი ლოკომოტივი, უნდა იყოს მიზანდასახული, უნდა იყოს სურვილი რომ კონდეს, რომ რაღაცა იცოდეს, რაღაცა უნდა ვიშრომოს, რაღაცა უნდა უფრო მეტად მცოდნე გახდეს ამა თუ იმ დარგის პროფესიის სფეროში და რაღაცა გარკვეული, თქვათ, ესეთი კარიერული ზრდა ჰქონდეს. ასევე ბიჭის მხრიდან, ხო, აი ურთიერთობის დასაწყისშივე ბიჭი უნდა დაინტერესდეს გოგოსთან ურთიერთობისას, ზოგადად თავის მომავალს, ასე ვთქვათ, რაში როგორ ხედავს. ისევ და ისე გოგო სწავლობს სადღაცა, თუ მუშაობს, საერთოდ ინტერესი აქვს თუ არა, რომ სადღაცა სწავლა დაიწყოს, რაღაცა პროფესია შეიძინოს. საერთოდ რა გეგმები აქვს, იმიტომ რომ აქაც ადამიანიც და ადამიანია, ხო? იმიტომ რომ ზოგიერთი გოგო ისე არის აღზრდილი და ისე მისი მენტალიტეტი არის ასეთნაირად არის ჩამოყალიბებული, რომ მის ოჯახში ასე იყო და არის, რომ თქვა დედამისი მთელი ცხოვრება იყო დიასახლის, არსად არ მუშაობდა და მისი ერთადერთი მოვალეობა იყო, თქვათ, აი ქმრისა და შვილების და ზოგადად ოჯახის მოვლა პატრონობა. ეს ცუდი არ არის, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ან კარგი დიასახლისი არის, ასე ვთქვათ, ოქროს ფასი აქვს, რო იტყვიან ასეთ ხალხს. ანუ არ არის გინდა თუ არა ეს მამაკაცის ფუნქცია, მამაკაცის ვალდებულება, რომ ოჯახში შემომტანი იყოს, სადღაცას მუშაობდეს და სადღაცა რაღაცა ოჯახს უნდა არჩენდეს. ქალის უმთავრესი ფუნქცია არის ისევ და ისე ოჯახის მოვლა, ანუ დიასახლის, მაგრამ პარალელურად, ხო, თუ სურვილი აქვს და ნიჭი აქვს, რომ სადღაცას იმუშაოს, ასევე რაღაცა პროფესიული ზრდა ჰქონდეს რაღაცა თქვათ, აქვს ნიჭი ადამიანს, ხო, სწავლის და მიდრეკილება და მის ოჯახში, მაგალითად, ესეთი ოჯახი, ესეთი მშობლები, დედა, მათ შორის იქ სხვა ქალები, თქვათ, ან უფროსიდები, ან მამიდები, დეიდები, ყველანი სადღაცას მუშაობენ, ყველას რაღაცა თავისი პროფესია აქვს, რაღაცა პროფესიული კარიერული ზრდა გააჩნია ყველაფერი და გოგოც ნიჭიერია და სურვილი აქვს რაღაცა რომ გაყვეს, თქვათ, აი ამ მიმართულებას გახდეს იქ ან მასწავლებელი, პედაგოგი, ან რაღაცა სფეროში, ან ექიმის სიტყვაზე ვთქვათ, ნებისმიერ სფეროში რაღაცა მცოდნე, ფსიქოლოგი, ხო.
შეიძლება ელემენტარულად სტილისტი გახდეს, უბრალოდ არ არის აუცილებელი ვიმეორებ, რომ თქვათ რაღაცა უმაღლეს სასწავლებელი კონდეს დამთავრებული, ხო? შეიძლება რაღაცა სტილისტი გახდეს, ან რაღაცა ესეც მომსახურებით სფეროში მომუშავე რო იტყვიან, მაგრამ ეს მისი საქმე იყოს რაღაცა, ხო? მე მაგალითად მახსოვს ერთხელ სტუმრებთან ერთად სადღაცა რესტორანში ვიყავით და იქ მომტანი ახალგაზრდა გოგო გვემსახურებოდა რა და ძალიან ყოჩაღად მოძრაობდა რაღაც ძალიან ესეთი და რაღაცნაირად თუ სტუმრებმა კომპლიმენტი გაუკეთეს იმ გოგოს, აი რა ყოჩაღი გოგო ხარ, რა კარგად მიდიხარ, მოდიხარ, დროულად მოგაქვს ყველაფერი და გოგომ ასეთი რაღაცა თქვა, რომ ეს იმიტომ რომ მე ჩემი პროფესია ეს მიმტანი იყო, რაღაც ესეთი სასწავლო პროფესია შეიძლება არ იყოს, ხო? მე ჩემი პროფესია მიყვარსო და ამიტომაც რასაც ვაკეთებ, მე აი ესეთი შინაგანი მონდომებით ამას ვაკეთებ და მიხარია რასაც ვაკეთებ. აი ელემენტარული ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს რაღაცა, შეიძლება ძალიან მარტივი რაღაცა ესეთი არართული და დიდი ფილოსოფიის და დიდი სასწავლო განათლების თქვათ რაღაცა პროფესია არ ქონდეს, აი ესეთი მომსახურების სფეროს სტილისტი იყოს, მიმტანი იყოს, მაგრამ უხარია ადამიანს, ხო? და შესაბამისად წესიდარიგით მამაკაცი უნდა იყოს განწყობილი, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს. იმიტომ რომ ისევ და ისევ თუ მამაკაცისთვის რაღაცა მიუღებელია, არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორია, რომ არ უხარიათ, არ უნდათ, რომ მისი მეუღლე ან შეყვარებული საერთოდ სადმე რომ მუშაობდეს, ხო? ეს ცუდი დამახასიათებელი თვისებაა, ანუ ქალს უნდა მიეცეს არჩევანის თავისუფლება. ანუ თუ ქალი ხედავს თავის მომავალს, თავის ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას დიასახლისობაში, კი ბატონო, ეს მისი რომ კარგი დიასახლისი იყოს. თუ მაინც და მაინც ხედავს იმაში, რომ თან სადღაცა სიმუშაოს, ხო, აქვს ამისი ნიჭი, სულვილი და რაღაცა მიზანთასახულობა, მამაკაცი პირიქით უნდა ხელს უწყობდეს თავის რჩეულს, რომ თქვათ, აი, გაიზარდოს თქვათ ამ მიმართულებით და კარგი სპეციალისტი გახდეს, იმუშაოს სადღაცა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს არის აუცილებელი. თუ თქვათ ბიჭისთვის მიუღებელია, რომ თქვათ სადღაცას მუშაობდეს, მისი რჩეული, მისი შეყვარებული თუ მეუღლე, მომავალი მეუღლე, ეს თავიდანვე უნდა იყოს გარკვეული, ხო? რომ თქვათ, აი, თუ თქვათ ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას და თუ რაღაცა ოჯახს შევქმნით, ანუ ჩემი ცოლი უნდა იჯდეს სახლში, თქვათ, ხო? და უკვე გოგო გაიგებს ამას, რომ მას აწყობს ასეთი პერსპექტივა, არ აწყობს. ან შეიძლება პირიქით იყოს, მე მახსოვს ეს ერთ-ერთი ასეთი მაგალითი წარსულში ვიცნობდი ერთ მამაკაცს. პატარა ბიჭი უკვე აღარ იყო, უკვე რაღაც ასაკი ჰქონდა რა სადღაც 40-მდე და უკვე ახლა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ესეთი მოხუცი არ იყო, მაგრამ პენსია ჰქონდა უკვე. და ეს არის 90-იანი წლები რაღაცა, რომ მაინც და მაინც დიდი პენსიები მაშინ არ იყო. და დაუჯახებული ჯერ არ იყო ეს მამაკაცი და რაღაცა იქ სამეგობროში თქვა, რომ აი საცოლეს ვეძებ, მინდა რომ ოჯახი შევქმნა და რაღაც და ჩვენ ახლა მეგობრებმა ვკითხეთ, კი, მაგრამ შენ ახლა არსად არ მუშაობ, მარტო პენსია გააქვს და ეს პენსია იმ დროს ძალიან ესეთი არ იყო სერიოზული თანხა და რაღაცა. ცოლი რომ მოყავს, რითი უნდა არჩინო ოჯახი, ხო? იქ შეიძლება ბავშვების გაგიჩნდეს მე და რაღაცა და მისი პასუხი იყო ესეთი უცნაური და მაგრამ ძალიან სერიოზულად თქვა, რომ რას ქვია უკვე, მაგრამ მე ჩემი პენსია მაქვს, ჩემი პენსიით მე ჩემს თავს ვინახაო და ის გოგო ხალი ვისაც მოვიყვანო ცოლად, ხო? კეთილი ინებოს და იმანაც იმუშავოსო და თავისი ხელფასით ირჩინოსო. ეს ცოტა ესეთი, მაგრამ აი ცოტა უცნაური პოზიცია ასეთი მამაკაცის მხრიდან, მაგრამ აი ფაქტია, ხო, არსებობს აი მამაკაცების ასეთი კატეგორიაც, რომლებიც არ ხედავენ თავის პასუხისგებლობას იმაში, რომ თუ ოჯახს ქმნიან, ეს მათი ვალდებულებაა, რომ იმუშაონ, იშრომონ და ოჯახის რჩენა, ეს ამათი ვალდებულება, მათი პასუხისგებლობაა და ისინი ასე ფიქრობენ, რომ აი მე ჩემი რაღაც 1-2 კაპიკი შემოსავლე რომ ექნება, მე ჩემს თავს ვამყოფინებ და დანარჩენი უკვე ხალხმა თვითონ თავის თავზე იზრუნოს. ანუ ასეთი კატეგორიაც არსებობს და ანუ ეს მომენტები უნდა იყოს დასაწყისშივე, უნდა იყოს გარკვეული.
ურთიერთობაში. ანუ ცალკე გოგომ უნდა გაიგოს, ბიჭი რას ფიქრობს თავის მომავალზე, თავის როლზე ოჯახში, ხო? აქვს სურვილი გააჩნია მიზანდასახულობა, რომ რაღაცა იშრომოს, პროფესია შეიძინოს და ოჯახის მარჩენალი იყოს. თუ არა, თუ ისეა გაზრდილი, რომ დედიკოს და მამიკოს რაღაცა იმედზე და მათი ჯიბეზე არის ჩამოკიდული, ხო? და ბიჭმაც ასევე უნდა გაიგოს და უნდა ასე ვთქვათ, გოგოს ფიქრები და გოგოს მიზნები და სურვილები, ხო? მომავალში ოჯახში ყოფნისას რაღაცა კარიერაზე ფიქრობს, მუშაობაზე ფიქრობს, თუ რო დიასახლისობაზე ფიქრობს ის გოგო, ესეც უკვე ბიჭმა უნდა გადაწყვიტოს რა ფორმა ურთიერთობის და მისი როლი, თქვათ, მისი მომავალი მეუღლის როგორი იქნება ოჯახში, ამასაც უნდა სათავისოდ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანი მომენტი არის სადღაცა ეს ურთიერთობის დასაწყისშივე, ახლა პირდაპირ ბუნებრივია არც ბიჭმა გოგოს, არც გოგომ ბიჭს რაღაცა დაკითხვები არ უნდა ჩაუტაროს, აბა შენ ახლა მითხარი, შენ ახლა ამას რას ფიქრობ და შენ როგორ წარმოგიდგენია ეს ჩვენი მომავალი და რაღაცა ეს რა თქმა უნდა თქვენს მეგობარს დააფრთხოს, მაგრამ ტექნიკურად რაღაცა სხვათა შორის, რაღაცა საუბრებში, ხო, ეს შეიძლება რაღაცა შეპარვით, რაღაცა ესე ფრთხილად, რაღაცა ასეთ თემებზე, რაღაცა კითხვები დაუსვათ ჩვენს შეყვარებულს, ჩვენს მეგობარს, ვიზესაც ჩვენ სერიოზულად ვფიქრობ და რაღაცა მომავალ გეგმებს ვაწყობთ. ნუ ერთ-ერთი ასეთი ფინანსების საკითხი. ვინ უნდა განაგებდეს ფინანსებს, ვინ უნდა ანაწილებდეს რაღაცა, თქვათ, აი, სად რაში უნდა იხარჯებოდეს და რაში უნდა იხარჯებოდეს ზოგადად ფინანსები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არის სიტუაციები, რომ სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა, მოდი ასე ვთქვათ, სისტემა არის ჩამოყალიბებული ფინანსების განაწილების, ხო? ზოგიერთი თქვათ, ახლა ნუ მამაკაცი არის ის, რომ აი რაც შემოსავალი აქვს, საერთოდ აი ოჯახის წევრებისგან, მეუღლისგან აბსოლუტურად მალავს. რამდენი აქვს, ბევრი აქვს, ცოტა აქვს, როგორ, ან საერთოდ აი რაღაცა იქ რაღაცა ხუთლარიანიც რომ დაჭირდებოდეს, თქვათ, ქაოს, რომ რაღაცა წავიდეს და თავისთვის რაღაცა იყიდოს, ხო, რაღაც სუფთა, ანუ ჰიგიენური რაღაცა საშუალება რაღაცა. ანუ ისეთ სიტუაციაში არის, რომ სულ უნდა ქმართან მიდიოდეს და უნდა მათხოვრო, აუ ახლა 5 ლარიანი მომეცია, აუ ახლა იქ 2 ლარიანი მომეცია, იქ 10 ლარი მჭირდება რაღაცისთვის და რაღაცა და ესე რაღაცა როგორც მათხოვარს ვიღაცას, რომ ესე იძლეოდეს ფულს მამაკაცი. არსებობს ასეთი სიტუაციები, რაც რა თქმა უნდა ეს არის უკვე ფინანსური ერთგვარი კონტროლი და დაჩაგვრა ადამიანის რეალურად, ხო? ანუ ესეთი დამოკიდებულებაში აყენებს ადამიანი თავის მეუღლეს, რომ სულ აი მათხოვრის და ასე ვთქვათ მდგომარეობაში, რომ რაღაცა ისევ და ისევ არასრულფასოვნობის კომპლექსს უყალიბდებდეს მამაკაცი ქალს და როდესაც აძლევს იმ 5 ლარიანს ისეთი როგორცაც თითქოსდა აი ვალს აძლევს და რაღაც ამადლიერებდეს და ასე შემდეგ. ასეთი რა თქმა უნდა ურთიერთობა არის არაჯანსაღი. ხო? შემდეგ შეიძლება სხვა ფორმა იყოს ურთიერთობის, ანუ პირიქით, რომ მამაკაცი რა თქვათ, რომ რაც შემოაქვს, ანუ იმას არ მალავს და ხალს მის ცოლს აქვს თავისუფალი, თქვათ, წვდომა იმ რაღაცა ფინანსებისკენ, ფულთან, რომელიც თქვათ, ოჯახში არის და არ არის დამალული, დაფარული და რაღაცა რამდენიც ჭირდება, რაღაცისთვის რო ჭირდება, ხალს არ უხდება მათხოვრობა თავის ქმართან, რომ აი ეს მომეცი ამდენი ჭირდება, თუ შეიძლება და რაღაცა ანუ ერთი მხარეც არის პასუხისგებელი, სად რაში იხარჯება, როგორ იხარჯება და მეორე მხარეც მეუღლეს შესაბამისად ცოლის არის პასუხისგებელი რაღაცაში არ გაფლანგოს ფული რაღაცა გართობაში ან რაღაც ისეთ არასაჭირო ნივთებში და მე თქვა დააკვდეს რაღაცა ოჯახის აუცილებელ საჭიროებებს. სხვა ოჯახებში სხვა სიტუაცია, სიტყვაზე თქვათ, რომ აი მამაკაცის მიერ შემოტანილი თანხები ფინანსების არის ზოგადად ოჯახის ასე თქვათ სახარჯი თანხა. და ქალი თუ მუშაობს სადღაცა და ცალკე შემოსავალი აქვს რაღაცა, ნუ ეს უკვე ქალი სათავისოდ ხარჯავს ამის, ან რაღაცისთვის აგროვებს. შეიძლება ისევ და ის ოჯახისთვის რაღაცა იყიდოს, ხო, ასეთი სიტუაციები გამიგია და არის, რომ ქალი მუშაობს და ის თავის ხელფას ინახავდა, ასე ვთქვათ, ხო, არ ხარჯავდა, არ იყო საჭირო, იმიტომ რომ
ქმარს რაც შემოქონდა, ხო, თანხები ოჯახში, ეს ყოფნიდა ოჯახისთვის. და ეს ხალი აგროვებდა, მე რაღაც რო დააგროვებდა გარკვეულ თანხას, იქ მანქანა იყიდა, ოჯახისთვის იყიდა, ხო? მანქანა იყიდა, ანუ აი სარფლანგავ რაღაც რესტორნებში და დაქალებში და რაღაცა გართობებში კი არ ხარჯავდა, ხო? მაგრამ ისე ოჯახისთვის აგროვებდა, თქვა, იქ მანქანა რაღაცა იყიდა ოჯახისთვის, იქ რაღაცა საოჯახო რაღაცა ნივთები, თქვა, რაღაც ავეჯი იყიდა და ასე შემდეგ, მაგრამ ვიმეორებ ქალს უკვე ქონდა ეს თავისუფლება, რომ შეეგროვებინა ეს თავისი პირადი შემოსავალი და ან სათავისოთ რაღაცისთვის ელემენტარულად ჩაცმაზე და რაღაცა დახურვაზე და ფეხსაცმელზე და რაღაცაზე რომ დაეხარჯა თავისი თქვათ მოთხოვნილებისამებრ ან რაღაცა ოჯახისთვის რაღაცა დაეხარჯა. ანუ ეს მომენტები შეიძლება ძალიან ელემენტარული, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის გასარკვევი თავიდანვე. ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გასარკვევია დასაწყისშივე, ურთიერთობების დასაწყისშივე, რომ აი როგორ ხედავს, თქვათ, თქვენი შეყვარებული, ეს ბიჭია თუ გოგოა, ისევ და ისევ მას არ აქვს მნიშვნელობა. აი შვილების ყოლაზე, აი საერთოდ არსებობს ისეთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც შეიძლება მამაკაციც იყოს, შეიძლება ქალიც კი იყოს. აი ესეთი საერთაშორისო ინგლისურის ტერმინი არის child free, ხო? ანუ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ რომ ყავდეთ შვილები. ანუ მეუღლე უნდათ რომ თქვა ქმარი ყავდეს, ან ცოლი ყავდეს, მაგრამ ის პერსპექტივა, ნუ ამას როგორც ბუნებრივი შედეგი, რომ თქვა მოყვება რომ აქ შვილები უნდა გაგიჩნდა და შვილები უნდა გააჩინო და შვილები უნდა აღზარდო და ასე შემდეგ, ადამიანები ამას გამურიცხონ. აუ მე და შვილი და ბავშვი და რა მე რა თმინდა, საზრუნავი და რა ცოლი ხო კი ბატონო, ან ქმარი ხო მინდა კი ბატონო ქმარი. ხო, მაგრამ აი შვილები საერთოდ შვილების პერსპექტივას არანაირად არ ხედავენ თავის ცხოვრებაში და ანუ არსებობს ასეთი კატეგორია. ან შეიძლება კი ბატონო თქვათ ადამიანი თქვათ ერთ-ერთი მხარი ბიჭია თუ გოგოა მრავალშვილიან ოჯახში არის დაბადებული და გაზრდილი და მისთვის ეს ბუნებრივი ვერ წარმოუდგენია. მე შემოხვედრია თუ ისე როდესაც თქვათ თვითონ ადამიანი დაიბადა და გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომ სიტყვაზე თქვათ 4, 5, 6 დედმამის შვილები რო იყვნენ, მის ფსიქოლოგიურ განწყობაში უკვე ისე არის, რომ ვერ წარმოუდგენია, რომ თვითონ მის ოჯახში თვითონ რო თქვათ გათხოვდება თუ ცოლს რომ მოიყვანს, რომ თქვათ რაღაცა, 4-ზე ნაკლები შვილი იყოს, პირობითად ვამბობ, ხო, ან 5-ზე ნაკლები რაღაცა თავის მომავალ ოჯახს ხედავს, როგორც მრავალშვილიან ოჯახს ისე ხედავს. და შეიძლება იმ თავის შეყვარებულს სხვა წარმოდგენა ჰქონდეს, ხო? ის დედის ერთად გაიზარდა და მისთვის ერთი შვილიც ოჯახში უკვე არის ბევრი, ასე ვთქვათ, და უკვე ვერ წარმოუდგენია და 2 და 3 შვილი, ეს როგორ და ამას ვერ მოუვლით მაგნეს და ანუ ამაშიც უნდა იყოს გარკვეული, ხო, რომ აი ადამიანი თქვენი შეყვარებული ხო, როგორ ხედავს აი ამ პერსპექტივას. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შესაძ საქმეზე მიდის, მე უკვე ხშირ შემთხვევაში უკვე ძალიან ესეთი კონფლიქტური სიტუაციები ჩდება, იმიტომ რომ შეიძლება ბიჭს უნდოდეს თქვათ შვილები და გოგო საერთოდ არ უნდოდეს. ან მაქსიმუმ ერთი თუ გააჩინა, ესე სამაზეს მადლობა თქვი, შეიძლება ასე პირობითად მეუბნებოდეს თავის მეუღლეს. ხო. არადა ადამიანს აქვს სურვილი, რომ აი 2-3 შეიძლება უფრო მეტიც შვილი რო ყავდეს, ამაში ხედავს თავის ბედნიერებას და თავის თვითრეალიზაციას, ხო? გააჩინე. ანუ ეს საკითხებიც არის გასარკვევი თავიდანვე. არის ესეთი მომენტიც ძალიან მნიშვნელოვანი, თუ თქვათ გოგომ გაიგო განსაკუთრებით, რომ ბიჭს მის ამჟამინდელ შეყვარებულს ან მეგობარს წარსულში ყავდა, ან სხვა ვიღაცა გოგო შეყვარებული, შეიძლება საცოლი, შეიძლება ცოლიც, ხო, ცოლგაცილებული არის რაღაცა და სხვათა შორის დააკვირდეს როგორ ახასიათებს, როგორ ლაპარაკობს, რა ტონალობით, რა სიტყვებით, როგორ ახასიათებს თავის ყოფილ მეწყვილეს ასე დავარქვათ, ხო? ვიმეორებ, ეს შეიძლება ცოლიც ყოფილიყო, შეიძლება უბრალოდ შეყვარებული ყოფილიყო წარსულში, ხო? და ზოგადად ქალებს როგორ ახასიათებს, ხო?
არიან მამაკაცები, რომ შეიძლება თავის ყოფილ მეუღლეს თუ შეყვარებულს ძალიან აგრესიულად, ძალიან უარყოფით და ძალიან დამამცირებელი სიტყვებით ახასიათებს, რომ ეს საერთოდ არა ადამიანი, ეს საერთოდ ვინ არის და საერთოდ და რაღაცა და ანუ ძალიან ესეთი უარყოფითი თვისებები და დახასიათებები და ესეთი აგრესიით ლაპარაკობდეს, ხო? ეს არ არის კარგი თვისება მამაკაცისთვის, გინდ ქალისთვის ასევე, იმიტომ რომ შეიძლება კი ბატონო მისი ურთიერთობა თავის შეყვარებულთან თუ მეუღლესთან არ აეწყო და დაშორდნენ ერთი მეორეს, მაგრამ ელემენტარული ის ადამიანმა შენთვის რაღაცა წლები, რაღაცა შეიძლება თვეები, შეიძლება წლები, ხო? შენ შეგწირა და შენს გვერდით იყო, ხო? და უბრალოდ იმ წლების საპატივცემლოდ მაინც და მაინც შენ ამ ადამიანს უნდა ელემენტარული პატივისცემა უნდა გქონდეს ყოველ შემთხვევაში სადღაცა შინაგანად შეიძლება რაღაცა ნაწყენიც კი იყო რაღაცის გამო, ხო? მაინც ამას ესე გარეთ არ უნდა გამოგქონდეს და ესე ძალიან აგრესიული და უარყოფითი რაღაცა სიტყვებით არ უნდა ლაპარაკობდე თავის წარსულ ყოფილ მეუღლეზე თუ შეყვარებულზე და ასე შემდეგ. აქ არის ესეთი საინტერესო შეიძლება ამ კონტექსტში ესეთი ცოტა სასაცილო, მაგრამ რეალური ისტორია არის ცნობილი. აი თვითონ რაც შეეხება ზოგიერთი მამაკაცი ზოგადად ქალებს, ხო? შეიძლება ზოგადად ქალების მიმართ იყოს ძალიან აგრესიული, ქალები საერთოდ უღირსები არიან, მათი მდობა შეიძლება, მათი პატივისცემა შეიძლება, ქალი პოტენციალურად ყოველთვის მოღალატეა და ყოველთვის უზნეოა და ზოგადად ასეთი განწყობა თუ აქვს მამაკაცს ზოგადად ქალებისადმი ან შეიძლება ქალს ქონდეს მამაკაცებისადმი, ხო? შეიძლება ბავშვობიდან რაღაცა ხედავდა ესეთ უარყოფით თვისებებს მამაში თუ ბიძებში თუ მეზობლებში, ხო? და არის ესეთი უარყოფითი ნეგატიური განწყობა ზოგადად მამაკაცებისადმი, ეს უკვე რა თქმა უნდა შესაბამისი შედეგი ექნება უკვე მის პირად ცხოვრებაში, უკვე თავის მეუღლესთან, შეყვარებულთან და ასე შემდეგ, ხო? ანუ წინ და წინ უკვე რაღაცა ფსიქოლოგიური ნეგატიური განწყობებით არის. ადამიანის საპირისპირო სქესისადმი. ხო და აქ აი ის მოყოლა მინდა ესეთი საინტერესო ისტორიისა. ჩერჩილი, ინგლისის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მოგეხსენებათ, მე-20 საუკუნის შუა წლებში იყო სადღაცა მიღებაზე მეფის სასახლეში და დედოფალმა ესეთი კითხვა დაუსვა ჩერჩილს, რომ აი ბატონო ჩერჩილის პრემიერ-მინისტრო, აი მეო გავიგეო, რომ თქვენო ესეთი აზრი არაერთხელ გაგიჟღარებიეთ საჯაროდ, რომ ყველა ქალი აბსოლუტურად იყიდებაო, შეიძლება ნებისმიერი ქალის ყიდვა, მოსყიდვა თუ რა ეს მართალიაო, ესეთი დედოფალმა კითხა ჩერჩილს და ჩერჩილმა კიო მე ასე ვთვლიო, ასე ვფიქრობო. ანუ გაუკვირდა ახლა ამ ქალბატონს და მეკითხება და კი ბატონო, აი თქვათ მე რამდენად შემაფასებდითო, თქვათ სიტყვაზე თქვათ მეო, ხო? დედოფალი კითხება. 1 შილინგიო. ჩერჩილმა. ასე ცოტაო გაუკვირდა ახლა ამ დედოფალს, რომ მარტო 1 შილინგიო. აი ხო ხედავთ თქვენ უკვე ვაჭრობთ ქალბატონო. ესეთი ცოტა იუმორისტული ესეთი დიალოგი, მაგრამ ნუ ესეც მეტყველებს ადამიანის გარკვეულ შინაგან განწყობაზე, ასე ვთქვათ, როგორ უყურებს ზოგადად ქალებს და როგორ აფასებს და ხო, ეს არ არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა. შემდეგ ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს მრავალგანზომილიანი სოფლმხედველობა, ანუ არ უნდა იყოს ჩაციკლური თავის პირად რაღაცა შეხედულებებში, ამა თუ იმ საკითხში, ხო? ნუ არსებობს ადამიანთ ესეთი კატეგორია, რომელიც ძალიან ჯიუტები, აი რაღაცა იცის ამან, თავისი შეხედულება აქვს, თუნდაც აი ურთიერთობები ადამიანთა შორის ურთიერთობები როგორ უნდა იყოს, ან სახელმწიფოს მართვა როგორი უნდა იყოს, საზოგადოების ცხოვრება როგორ, ან რაღაცა, ხო? და всё ჩაციკლური თავის აზრში და სხვა ადამიანის აზრს არც ისმენს
შენს არც ცდილობს რომ ჩაწვდეს ამას, რომ გაუგოს, მოусმინოს, შეიძლება რაღაცა ისწავლოს, შეიძლება რაღაცა შესწავლოს თავისი შეხედულებები, თქვათ, რაღაცა ახალი ინფორმაციებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება, მაგრამ თუ ადამიანი არის ძალიან ესეთი ჯიუტი და აი მე ასე ვიცი და მორჩა გათავდა და სხვა არაფერი და სხვა იმის იქეთ თავის რაღაცა ვიწრო ჩარჩოების მიღმა არაფერს არ ხედავს, ხო? ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი თვისება ბუნებრივია ამ ადამიანის. შემდეგ მნიშვნელოვანი მომენტი არის ზოგადად აი ქაოს ხო აი რა მოთხოვნილებები აქვს ზოგადად ურთიერთობაში, შეყვარებულის დონეზე თუ მით უმეტეს, როდესაც უკვე ცოლ-ქმრული ურთიერთობები გააჩნია, არსებობს. მამაკაცის შინაგანი ფსიქოლოგიური მოთხოვნილება არის ის, რომ ის უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ქალის მხრიდან სამ რაღაცას. პირველი ეს არის მადლიერება, როდესაც რაღაცას ელემენტარულს რაღაცას გააკეთებს, ხო, შეიძლება რაღაცას სულაც სასწაული არაფერი არ გააკეთოს, მაგრამ ელემენტარულად რაღაცა აი სახლში რაღაცა ის თარო ჩამოკიდა კედელზე, ხო, ან რაღაცა ის შეშა დაჭრა, ან რა ვიცი, იქ რაღაცა ღობე გაასწორა, პირობითად ვამბობ, ხო, რაღაცა ისეთი, ან რაღაცა ოჯახში შემოიტანა რაღაცა. აი ქალისგან ყოველთვის უნდა გრძნობდეს და უნდა ისმენდეს, ანუ უბრალოდ რაღაცა მიმიკით მხოლოდ არა, მაგრამ სიტყვებით გამოხატული ქალის მხრიდან მადლიერება. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდ мотивაციას აძლევს მამაკაცს, რომ შემდგომში უფრო მეტიც გააკეთოს და თუ არანაირი რეაქციას ვერ დაინახავს ქალის მხრიდან, ხო? ნუ ხო გააკეთე, ნუ მერე რა დიდი ამბავია, აბა შენი ვალდებული იყავი და გააკეთე რაღაცა. ნუ ეს უკვე მამაკაცში რაღაცნაირად უკვე мотивაციას უკარგავს, რომ მე შემდგომში კიდე რაღაცა გააკეთოს. აი მე შევსწრებილი ვარ ესეთ სცენებს, რომ რაღაცა თქვათ მამაკაცმა რაღაცა იქ ღობე ააშენა, რაღაცა კარები ჩადგა, ნუ რაღაც მთელი დღე იშრომა და რაღაცა და მე უკვე აი დღის ბოლო იყო, საღამო იყო და იქ ნუ ოჯახის წევრები გამოვიდნენ, მათ შორის მისი მეუღლე და შვილების გასაგონად კი არა, ცოლის გასაგონად პირდაპირ, აი შეხედე, აი რამდენი შეხედე, აი ეს გავაკეთე, ის გავაკეთე. ანუ ადამიანი ფსიქოლოგიურად, ხო, შეიძლება ამას დიდად ვერც ასმოიგრა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ქონდა იმის მოთხოვნილი, რომ ცოლმა ეს დაინახოს და რაღაცა ერთი სიტყვა უთხრა, აუ, კარგია, მაგარია, რაღაცა ესეთი შექების და რაღაც დაფასების, მისი შრომის დაფასების რაღაცა სიტყვები გაიგონა და ცოლი კიდე პირიქით რაღაცა ირონით, ნუ დიდი ამბავი, რა შეხედე ახლა ამას რაღაცა უნდა რომ რაღაცა ვილაპარაკო, რაღაცა შევახო და რაღაცა ირონიით და ესეთი ნეგატიური იმით რაღაცა განწყობით. ეს რა თქმა უნდა ადამიანში, მამაკაცში კლავს იმ რაღაცა სურვილს, რაღაცა შემდგომშიც უფრო მეტი იშრომოს, უფრო მეტი გააკეთოს. ასევე ამ ურთიერთობებში მამაკაცთან, ქმართან ურთიერთობა შეყვარებულთან უნდა გამოხატავდეს პატივისცემას, ანუ მადლიერება ერთია, თუ სხვა არის პატივისცემა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს სამწუხაროდ ეს შემთხვევები, რომ შეიძლება ქალი მუდმივად აკრიტიკებს. თვითონ შეიძლება ერთ-ერთი ურთიერთობისას მუდმივად სუკრიტიკის ობიექტი იყოს მისი ქმარი, იქ სანათესაოში, სამეგობროში, შეიძლება პირშივე ილაპარაკოს, შეიძლება ზურგს უკან ილაპარაკოს და რაღაცა ნეგატიური რაღაცა ფორმით, სიტყვებით, ტონით თავის ქმარზე, ანუ ყველანაირად გამოხატავდეს უპატივცემლობას და ეს რა თქმა უნდა, მამაკაცი ამას ხედავს, გრძნობს და ეს ძალიან აცივებს ურთიერთობებს, ცხადია, ხო? და თუ ამ პატივ პირიქით უნდა ყოველთვის ქალი ცდილობდეს, რომ რაც აქვს, სულ ნეგატიური ხო არ იქნება, ნუ პირიქით, თუ მუდმივად თუ ცუძე ლაპარაკობს თავის ქმარზე ქალი, ეს თვითონ მისთვისაც ძალიან უარყოფითი დამახასიათებელი რამ არის გარემოება, იმიტომ რომ ესე იგი, შენ თუ ცუძს გაყევი, ხო? ანუ შენ სად იყავი, რას უყურებდი, ვის მიყვებოდი, ხო? თუ ასეთი ვიღაცა ძალიან ცუდი კაცია და ცუდი ადამიანი, ვის მიყვებოდი, ხო? ანუ შენ არ ყოფილხარ, ასე ვთქვათ, ნორმალური ადამიანი, თუ ასეთი ცუდი არჩევანი გააკეთე. მუდმივად სულ კრიტიკის საგანი თუ ყავს შენი მეუღლე, ხო? ცუდად რო ახასიათებდა, ცუდად ლაპარაკობს, ეს შენს თავსაც ცუდად ახასიათებდა. პირიქით, რაც კარგი მხარეები აქვს, შეიძლება რაღაც უარყოფითი, რაღაცა იდეალური არც ერთი არ ვთქვი, ყველას გვაქვს რაღაც უარყოფითი თვისებები, მაგრამ რაც კარგი გვაქვს, ხო, კარგი დავინახოთ ერთი მეორეში და იმ კარგისთვის, ასე ვთქვათ, შევაქოთ ჩვენ და პატივი ვცევ და ეს საზოგადოებაში და
პირში ვილაპარაკისას რაღაცა უნდა წარმოვაჩინოთ, რომ აი ეს ჩვენ პატივსემ და გვიყვარს და ვაფასებთ ამ ადამიანს ამისთვის და აი ეს აღფრთოვანების მომენტიც არის მნიშვნელოვანი, რომ ხალი უნდა აგრძნობიდეს, რომ ვაუ, აი მართლა აი ჩემთვის საუკეთესო და ერთადერთი ხარ და ასე შემდეგ. ხალხს შესაბამისად თავისი მოთხოვნილებები აქვს ფსიქოლოგიური მამაკაცის მხრიდან, ეს არის უნდა გრძნობდეს მამაკაცისგან სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, რომ ის მამაკაცი მას შეყვარებულია და სიყვარულს უნდა გამოხატავდეს, რა თქმა უნდა, სიტყვით, საქმით, მზერით, ჟესტიკით, ყველაფრით, ხო? ისე არა, რომ თქვათ, რომ ხო იცის, რომ მიყვარს, აბა რომ მეგობრობ მასთან, რომ თქვათ, ხვდებით სადღაც ერთად დავდივართ პარკში თუ კინოში, თუ აგერად სოლოთ მომყავს, ანუ ეს ხო იმის ნიშნებია, რომ მიყვარს, აბა როგორ, ხო? მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელი რომ ეს სიყვარული იყოს გამოხატული, ვიმეორებ, სიტყვებით, რაღაცა ქმედებებით, რაღაცა ჟესტიკით, მიმიკით, თვალებით, მზერით და ასე შემდეგ. ხალხს ეს ჭირდება აუცილებლად, რომ რეალურად ხედავდეს და ესმოდეს მამაკაცისგან აი ეს სიყვარულის გამოხატულება. მეორე, სითბო, აი ურთიერთობაში, ხო, ეს შეიძლება ისევ და ნონვერბალური იყოს, არა სიტყვებით გამოხატული და მაგრამ აი ეს შინაგანი განწყობა სითბოსი და უსაფრთხოების, აი მესამე მომენტი, უსაფრთხოებას, ანუ ხალი თავისი კაცის გვერდით, ვიმეორებ, შეყვარებულია თუ უკვე ქმარია თუ საქმროა, უნდა თავს გრძნობდეს დაცულად და მშვიდად უნდა გრძნობდეს. ანუ არ უნდა გრძნობდეს რაღაცა დაძაბულობას, რაღაცა თითქოს რაღაცა საწნეხელის ქვეშ არის, რაღაცა აგრესიას, რაღაცა შფოთს არ უნდა განიცდიდეს მამაკაცის გვერდით, ხო? როდესაც ის სახლშია და ანუ უნდა ელოდებოდეს, მოუთმენლად ელოდებოდეს, რომ აი ქმარი როდის მოვა, როდის თქვათ შეხვდება ქმარს და აი ის საათები და წუთები ერთად რომ გაატარებენ, ხო? ამის მოლოდინში უნდა იყოს რაღაცა სიხარულით და ბედნიერებით, ხო? და ანუ აი სიმშვიდეს, უსაფრთხოების და სიყვარულის გრძნობა უნდა ქონდეს ხალხს მამაკაცის მხრიდან და არა შფოთის, რაღაცა ნერვიულობის, აგრესიის თუ რაღაცა ესეთი ნეგატიური განწყობის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მამაკაც ქალისგან ჭირდება, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მადლიერება, პატივისცემა და აღფრთოვანება, გამოხატულება და ხალხს კიდე მამაკაცის მხრიდან ჭირდება, რომ გრძნობდეს და ხედავდეს სიყვარულს, სითბოს და უსაფრთხოებას, დაცვას, ასე თქვა, დაცულად. კეთილი, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია, რაღაცა საინტერესო ინფორმაციები გაიგეთ თქვენთვის და გამოგადგებათ ამჟამინდელი თუ მომავალი ურთიერთობების დასალაგებლად, ასაწყობად ეს ინფორმაციები გამოადგება იმათ, ვინც ახლა იწყებს ურთიერთობებს, ანუ ახლა ეძებს წყვილს, ვისთანაც მომავალში ოჯახს შექმნის და უკვე, ასე ვთქვათ, ახალი შექმნილი ოჯახები რომ არსებობს, რომ მეუღლეებმა რაღაცა ისწავლონ ერთი მეორეს ფსიქოლოგიაში, როგორ უნდა სწორედ დაალაგონ ურთიერთობები, ამათაც მე მგონი გამოადგებათ, რომ უყურონ და რაღაცა ისწავლონ აი ამ გადაცემიდან. კეთილი, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის სამეფო არხი, გადაცემა საუბრები მოძღვართან. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ნახვამდის, კარგად იყავით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაბედნიეროთ.